გელაუძილაური, რომელიც 6 თვეა დუმს შესაძლოა უახლეს სხდომებზე ალაპარაკდეს. თუმცა რის თქმას აპირებს დაკვეთილი მკვლელობისთვის ბრალდებული და აღიარებს თუ არა დანაშაულს. ჯერ ცნობილი არ არის. როის დუმილის გიორგი? აპირებს დუმილის უფლება და არ ღვია. დიდი ალბათობით კი. როდის? შემდგომ ეტაპს. დუმილის დარღვევა დღეს მისმა ადვოკატმა მას შემდეგ დაანონსა, რაც სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმე გამოიკითხა. მათ შორის თვითმხილველები, რომლებიც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას პირადად შეესწრნენ და ადასტურებენ, რომ მკვლელიც დაინახეს და ის გელაუძილაურია. ეს დაუდასტურა დღეს სასამართლოს ახალგაზრდა სპორტსმენმა ქალმა მარიამ კაპანაძემ, რომელიც დანაშაულის მომენტში ჭავჭავაძის გამზირზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით სეირნობდა. სწორედ მან დარეკა 112-შიც. რამდენჯერმე კიდევ ესროლა მას პისტოლეტიდან, რის გამოც ზემოხსენებული მამაკაცი დავარდა ქვეით და გადასასვლელზე, ეგრეთ წოდებულ ზებრაზე, რის დანახვაზეც ინსტინქტურად დავიყვირე, რომ შეეჩერებინათ მანქანა და ინსტინქტურად გადმოვხვდი მანქანიდან, რათა დაზარალებულს დავხმარებოდი. მანქანიდან გადმოხტომის შემდეგ გავიქეცი ასფალტზე დავარდნილი მამაკაცის მიმართულებით, ხოლო შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც ესროლა ზემოხსენებულ ორ მამაკაცს, სწრაფად მოძრაობა დაიწყო ჩემგან საპირისპირო მიმართულებით ზებრა გადასასვლელზე და მე მას შევეჩეხე პირისპირ და დავინახე, რომ იგი პისტოლეტს იდებდა საქამრეში. ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე არის კარგი განათება, დავინახე, რომ აღნიშნულ პირს ტანთ ეცვა მოშავო ფერის ქურთუკი, მოლურჯო ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. თავზე ეხურა შავი ფერის კეპი, ხოლო აღნიშნული მამაკაცი იყო დაახლოებით 50-55 წლის, დაახლოებით 180-185 სანტიმეტრის სიმაღლის. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც და დღესაც მოწმემ გელაუძილაური დეტალურად აღწერა, რადგან როგორც ის ამბობს, მას პირისპირ შეეჩეხა და კარგად დაინახა. საქმეში დევს ამოცნობის ოქმიც. თვითმხილველმა უძილაური ამ 4 ფოტოდან ამოიცნო. ამოცნობის ოქმებს თუ გადახედავთ, არის ძალიან შაბლონური. ანუ როგორ შეიძლება 10 პიროვნებამ ზუსტად ერთ და იგივე სიტყვებით აღწეროს ადამიანს. დღევანდელმა მოწმეებმა იცრუეს, ამის თქმა კიდე დავაზუსტოთ, თუ შეიძლება დღევანდელმა მოწმეებმა იცრუეს, როცა ამბობენ, რომ მათ ამოიცნეს და იცნეს. დავშევიკავო. ბრალდებულის მსგავსად თითქმის არაფერს ლაპარაკობენ საჯაროდ არც მისი ადვოკატები. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ყველაფერს სადაოდ ხდიან. მოწმეთა ჩვენებებსაც და ვიდეო კადრებსაც, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე გავრცელდა და გელაუძილაური გარკვევით ჩანს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული კიდევ რამდენიმე მოწმემ ამოიცნო. მათ შორის ტაქსის მძღოლებმა, რომლებმაც დანაშაულის შემდეგ ის სხვადასხვა მისამართებზე მიიყვანეს. ბრალდებული არ არის შეზღუდული დუმილის უფლებით, მას შეუძლია გამოიყენოს, რაც აქამდე იყენებდა დუმილის უფლებას, თუმცა იქ იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მისი თვალით და ყურით მოისმინა და ნახა, რომ პრაქტიკულად მას გამოსავალი აღარ რჩება, შესაძლებელი არ გამორიცხა, რომ ის მან მისცეს სასამართლოს ჩვენება. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ბრალდებულის ბავშვობის მეგობარიც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სახინკლეში კურიერად მუშაობს. დღეს სასამართლოს მან განუცხადა, რომ 16 მარტს, როცა თითქმის ყველა მედია საშუალებასა თუ სოციალურ ქსელში თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შესახებ ლაპარაკობდნენ და მისი მეგობრის კადრებს აჩვენებდნენ, უძილაური მასთან მივიდა და ღამის გასართების თხოვა. მოწმე ამბობს, რომ უარი უთხრა. 14 ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის შემავალი და გამავალი, 2 ტყვია სახეში, დანარჩენი გულმკერდსა და ტანის სხვა მიდამოში. სიკვდილის მიზეზი შინაგანი სისხლდენა. ეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ფოტოსურათებთან ერთად დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე განეხილეს. რამდენიმე საათიან სხდომას ბრალდებული უსიტყვოდ უსმენდა. რა აკავშირებს გელაუძილაურს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 ბრალდებულთან, მათ შორის გიორგი და დავით მიქაძეებთან. ეს მასთან ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა და დუმილის დარღვევისა და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის შემთხვევაში პასუხის გაცემა მოუწევს. მანამდე პროკურატურა კონკრეტულს ისევ არაფერს ამბობს საქმესთან ოთარ ფარცხელაძის შემხებლობის შესახებ. სწორედ მის გამოკითხვას მოითხოვს მოკლულის ოჯახი, თუმცა საგამოძიებო უწყება ამ ნაბიჯს ჯერ არ დგამს.